Ბრუნდება განვაგრძობთ გამოშვებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიტიკური პარტია რეფორმატორების ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 15 ივნის ბათუმში ასათიანის ქუჩაზე ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანა Volkswagen-ის 4-ვე საბურავი მოხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებით დაადგინდა, რომ ერთ-ერთმა ნაკურდალი საბურავები იმავე მარკის საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა. სამართალ დამცველებმა 3-ვე პირი ბათუმში მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. მოპარული საბურავები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. მაჟორიტარობის კანდიდატის ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ, რომლებმაც ბათუმში ასათიანის ქუჩაზე ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანის 4-ვე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა ნაკურდალი საბურავები, რომლებიც ნივთმტკიცების სახით ამოვიღეთ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.